გავადრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. Ასე ამბობენ ის ქართველი მებრძოლები, რომლებსაც ოკუპანტმა ქვეყანამ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. პირველები ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ დავით ჩხაპელიას. ის არის ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. მას დონეცკის ოლქის სასამართლომ 14 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. ჩხაპელიასთვის სასაცილო არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ოკუპანტმა ქვეყანამ მიიღო, რადგან ზუსტად იცის, რომ კრემლში მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ ცივილური სამყაროსთვის არის მიუღებელი და არასერიოზული. როგორც ჩხაპელია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ის ეხმარებოდა უკრაინაში მეგობარ ქვეყანას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები დაეცვა. მის დაწყების დღიდან ვიყავი უკრაინაში ჩასული, ვიბრძოდი უკრაინაში ოკუპანტის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვიყავი ჩასული. ამის მერე ვიგებ გუშინ წინ, რომ დონეცკის სასამართლომ მომისაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. დაუსწრებლად, რა თქმა უნდა, ეს ერთგვარად სასაცილო არის ჩემთვის. გადაცემაზე ევროპის ქვეყნებში ესენი ვერ მიმართავენ ამას და ოცნების ხელისუფლებაზე, ოცნება ყველაფერზე არის წამსვლელი და ამათგან ყველაფერს მოველი. მაგრამ როგორც კი საშუალება მექნება მაგისი, ისევ ჩავალ და ისევ ვიბრძოლებ უკრაინაში. განსაკუთრებული ქვედანაყოფი არის ეს ქართული ლეგიონი, რომელიც იბრძვის. ძალიან ბევრი ბიჭები ყავს დაკარგული და დღემდე ომის დაწყების დღიდან ჩართული არიან ბიჭები წინა ხაზებზე იბრძვიან. რუსეთი სერიოზულ სამიზნეს საფრთხეს ხედავს ქართულ ლეგიონში. რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ოლქის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა შეუფარდა ქართველ ბლოგერს დომენიკ მანგო. პირველებთან საუბრისას აცხადებს, რომ ის უკრაინაში ომის დროს ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა საომარ მოქმედებებში ის ჩართული არ იყო. ის სხვა სახის დახმარებას უწევდა სწორედ უკრაინას. რუსეთის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით 359 მუხლის მესამე ნაწილით ცნეს დამნაშავედ დომენიკ მანგო. მას ბრალად ედება დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში, თუმცა როგორც გითხარით, ქართველი ბლოგერია აცხადებს, რომ ის უკრაინის ომში მონაწილეობას არ იღებდა, საომარ მოქმედებებში არ ყოფილა ჩართული. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მისი განცხადება, როგორ ეხმაურება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ოკუპანტმა ქვეყანამ მიიღო. ვნახე ეს ნიუსი გამეცინა ამაზე რეალურად რა, ანუ როგორ შეიძლება ადამიანს ესჯებოდეს, ან ჩემი დანაშაული ჯერ ამაზე საერთოდ სერიოზულად როგორ შეიძლება აყვია ადამიანი, ხო? და მეორე კიდე დანაშაული რაშია, რომ იქ რაღაცა შოკში მყოფ ომის დაწყებიდან მე-6 დღეს შოკში მყოფ ქალებს და ბავშვებს, რომლებმაც არ იცოდნენ საწასულიყო და ბავშვები ველოსიპედზე რომ ისდნენ, მაშინ იბომბებოდნენ. თქვენ გახსოვთ ეს კადრები, ამ ადამიანების დახმარება როგორ შეიძლება იყოს დანაშაული, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსეთისთვის არ არსებობს ზოგადად ეს სამართალი და ასე შემდეგ, ეს აბსოლუტური უცნობის საკითხებია ზოგადად რა და შესაბამისად ეს ჩემზე არ მოქმედებს არანაირად ემოციურად ზოგადად და უფრო მეტიც თუ კი ვინმე მოხვდება მათ სიაში და ესე მიესჯება 7 წელი სისხლის სამართლის საქმეზე თუ ასე შემდეგ, ვილოცავ იმ ადამიანებს, იმიტომ რომ გავა დრო და დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქვევს. რაც შეეხება რამის გადახდას, მე საერთოდ ფულთან შეხება არც მქონია, მე ვიყავი მოხალისე და რომც ყოფილიყო რამის გადახდაზე საქმე, მე იმაზე აუცილებლად უარს განვაცხადებდი. ჩემი მიზანი იქ არ ყოფილა ზოგადად ვინმეს კლა, ეს ჩემს რელიგიურ და ჩემს ადამიანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება უპირველეს ყოვლისა, ჩემი მთავარი მიზანი იყო ადამიანების დახმარება. ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო და მებრძოლი დავით ჩხაპელი არიან ერთადერთი, ვინც ოკუპანტმა ქვეყანამ სამიზნეში ამოიღო. რუსეთში 14 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრეს ნადიმ ხმალაძესაც, მასაც ისევე როგორც დავით ჩხაპელიას განუსაზღვრეს, რომ კაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს სასჯელი. ქართველი მებრძოლები აცხადებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათთვის არის პატივი.